მოგებით კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასო სვენელებო მეგობრებო, აქ წავაწყდეთ ძალიან საინტერესო ვიდეოს არხი пустой ум, რაც ნიშნავს ცარიელი ტვინი, ცარიელ ტვინს, ხო, რო გადასახმო რუსულიდან. და რამ დამაინტერესა ხომ ამ ვიდეოში ავტორი ხსნის სულიერი გამოღვიძების 5 სტადიას და აქედან ჩვენ გვექნება საშუალება გამოვითვალოთ თუ რომელ სტადიაზე ვიმყოფებით ჩვენ თვითონ. მას დავიწყოთ. ბევრი უმრავლესობა ფიქრობს, რომ გამოღვიძება ნიშნავს რაღაც ერთ უცებად მომენტს, რომ თითქოს გამოღვიძება ხდება ჩქარა მომენტალურად, მაგრამ ეს მასე არ არის, გამოღვიძება არის გზა და ამ გზას აქვს კონკრეტული სტადიები. აქვს 5 სტადია, რომელსაც გადის ყველა ჩვენგანი. მაგრამ ავტორი, ვინც კითხულობს ამას, გვარტყელებს, რომ ბოლო სტადია შეიძლება ბევრს ჩვენთაგანს არ მოეწონოს. პირველი სტადია პასუხისგებლობა. ანუ შენ ღებულობ პასუხისგებლობას შენ საკუთარ თავზე, შენ ცხოვრებაზე, თითქოს და უბრალოდ რა არისო ამაში ისეთი ხომ? მაგრამ ამ პირველ სტადიაში იჩხერება ძალიან ბევრი ადამიანი, რადგან ბევრს ან ეშინია, ან არ უნდა პასუხისგებლობის თავის თავზე აღება, თავის საკუთარ თავზე, თავის საკუთარ ცხოვრებაზე. ან ეშინია. რას ნიშნავს ეს? აიღო შენ თავზე პასუხისგებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიატოვო ვინმეს გამტყუნება. მიატოვოთ ვინმესე ბრალის გადაბარება, ან თუ რამე არ გამოგივიდათ, ამაში ვინმეს გამტყუნება. და თუ თქვენ რამე ცხოვრებაში არ გამოგდით, მაგალითად ყველა გაამტყუნოთ, აი ყველასი ბრალი იყოს თქვენი თავის გარდა. ანუ აბრალებთ თქვენ წარუმატებლობაში ყველას თქვენი თავის გარდა. ეს შეიძლება იყოს მშობლები, ეს შეიძლება იყოს მეზობლები, ეს შეიძლება იყოს თავრობა, ქვეყანა და ასე შემდეგ, მეგობარი, ძმა და შეიძლება გაამტყუნოთ ან ბრალი დადოთ ამინდს, აი ამინდი არ იყო კარგი, ან ამდაგვარი რაღაცა. ბევრი შეიძლება რამე ხდებოდეს თქვენ ცხოვრებაში, მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება. ბევრი რამე შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ხდებოდეს, მაგრამ თქვენ თვლიდეთ იქნება, რომ აი თქვენგანა ყველა მტყუანია, მხოლოდ თქვენ ხართ მართალი. მე ბევრი მასეთი ადამიანი შემხვედრია ჩემი ცხოვრების გზაზე, რომ აი თუ რამე არ გამოვიდოდათ, აბრალებდნენ სხვას, პასუხს ტყავს აძრობდნენ სხვებს. მაგალითად, თუ ეს მშობელია, შვილებს აძრობენ ტყავს, ან რომელიმე შვილს, და თუ ეს შვილებია, მშობელს აძრობენ ტყავს, გადატანით მნიშვნელობაში. და სანამ შენ თვლი, რომ შენ პრობლემებში დამნაშავეა ვიდრე ვინმე სხვა, შენ ამ მომენტში გძინავს. და ეს ყველაზე ხმა ძილია, ყველაზე ხმა თუ საერთოდ არის უფრო მაგარი ძილი, თუ არსებობს საერთოდ უფრო მაგარი ძილი. რადგან ამ სიზმარში, შენ მოგონილ სიზმარში, შენ ხარ მსხვერპლი. მსხვერპლს კი გამოღვიძება არ შეუძლია. მას ამის გასაკეთებლად ძალა არ გააჩნია. რადგან მთელი მისი ძალა, ენერგია მიდის სხვების გამტყუნებაზე და თავის მიმართ სიცოდილზე. ანუ თავის საკუთარი თავი ეცოდება. სხვას ამტყუნებს და თავი კი ეცოდება.
შენ თავზე აიღო პასუხისმგებლობა არ ნიშნავს, რომ შენ თავს უთხოვ მე ვარ დამნაშავე ყველაფერში. არა. აქ საუბარი არ არის დანაშაულზე, ცოდვაზე. ეს ნიშნავს საერთოდ იმას, რომ გულახდილად აღიარო მე ვარ წყარო იმისა, თუ რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში. ჩემი რეაქციები, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი მდგომარეობები, ეს ყველაფერი ჩემია. და არავინ არ მოვა ჩემს მაგივრად რამე გამოასწოროს ან გადაწყვიტოს ან რამე ჩემ მაგივრად გააკეთოს. და თუ თქვენ ასე მსჯელობთ, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი საქმე, თქვენ უნდა გამოასწოროთ თქვენი პრობლემები, არ უნდა ელოდოთ ვინმეს, ესე იგი თქვენ დაიწყეთ გამოხვიძება. ეს არის გამოხვიდების პირველი სტადია. როდესაც პასუხისმგებლობას თქვენ საკუთარ თავზე და თქვენ ცხოვრებაზე იღებთ თქვენ თვითონ. შეგიძლიათ წლების განმავლობაში ჩაატაროთ მედიტაცია, იაროთ რეტრიტებზე, მაგრამ თუ ბოლო მომენტამდე თქვენში ზის დოგმა იმის შესახებ, რომ სამყარო თქვენ წინაშე მოვალია რამესი, რომ თითქოს ვინმეა დამნაშავე თქვენ პრობლემებში, შენ კი არ ვითარდები, არამედ დგახარ ერთ ადგილას. შენ არც კი დაგიწყია შენი სულიერი განვითარება. განვითარების მეორე სტადია. ტანჯვა. ტანჯვა არ არისო შეცდომა და არც დანაშაული. ტანჯვა არისო ინსტრუმენტი, მაგრამ პიროვნებას ეს არ ესმის. მეც სულ მეკონა რომ ტანჯვა იყო ეს რაღაც ჯოჯოხეთი, რომ ეს აუცილებლად ავერიდო თავიდან. და მე მაგალითად სულ გაურბოდი პრობლემებს, მეგონა თუ გავიქცეოდი პრობლემას გადაწყდებოდა ადრე. და ტანჯვა უნებლიეთ მიიწევა სიხარულისაკენ, ინტანჯება ტკივილებისაგან. შენ შეგიძლია ტკივილს გაექცე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ანუ სულ შეგიძლია გაექცე, გაურბოდე, შეითვალო ქალაქები, ადამიანები, სამუშაო ურთიერთობები, მაგრამ ტანჯვა და ეს ტკივილი შენ ცხოვრებაში თუ არის, ისევ უკან მოგსდევს კუჩი, რადგან შენ გაურბიხარ იმას, რაც დევს შენ შიგნით. რატომ და რაც დევს შენ შიგნით, იმას ვერ გაიქცევიო. ბრმა ადამიანისთვის, მე აქ არ გულისხმობს ავტორი ფიზიკურ სიბრმავებს, არა. სულიერად ბრმა ადამიანს გულისხმობს და როდესაც ადამიანი სულიერად ბრმა, მისთვის ეს ტკივილი არის დიდი პრობლემა, მაგრამ იმისთვის, ვინც სულიერად იხედება თვალებში, ტკივილი არის ექიმის ხელი. ბრმა, სულიერად ბრმა ადამიანი იტანჯება და წყვლის ცხოვრებას, თავის ცხოვრებას. და ვინც სულიერად იყურება, იტანჯება, მაგრამ ამ ტანჯვით ის იწმინდება. ტანჯვა არის ცეცხლი, რომელიც გამოწვავს ყველაფერი, ზედმეტს რაც შენ შიგნით არის, რაც არა საჭირო, ყველაფერს ამოწვავს, გამოიტანს. დაფანტავს, რაც კი ილუზია გაგაჩნდა შენ შიგნით, ამას ყველაფერს დაგიფანტავს. თუ შენი თავი აღმოაჩინე ჯოჯოხეთში, ეს კარგიაო. თუმცა მესმის ახლა თქვენგან, ბევრი თქვენგანი რას გაიფიქრებთ. მეც ფიქრობდი, ხომ მქონდა ასეთი პირდაპირ გაგები ჯოჯოხეთური მდგომარეობები მქონდა მე ცხოვრებაში. ხო და ვერ გაუმკლავდი. სულიერად დავეცი. ხელები ჩამოვუშვი. ეს ნიშნავსო იმას, რომ პროცესი ვიდისო და ეს ჯოჯოხეთური მდგომარეობა თავის საქმეს აკეთებსო. ამ დროს ხელი არ უნდა შეუშალოთო. მე ხვდები ახლა ეს ავტორი რას ამბობს. მაგალითად, ჩემ მაგალითზე გეტყვით აქ, როდესაც მე ვიყავი ამ ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში,
მე ნერვიულობდი. სულ ნერვიულობდი, რადგან გამოსავალს ვერ ხედავდი. და ამ ნერვიულობამ დამიგდო ვიბრაციები. ვიბრაციები რომ დამივარდა, ალბათ გაგიგონიათ, მაგალითად ამბობენ რომ ბატონები ესტუმრაო. მე აქ არა მაქვს საუბარი ინფექციურ დაავადებებზე. საერთოდ ბატონები ესტუმრაო. ხომ გაგიგონიათ ალბათ, ჩემ ასაკში ვინცა იმათ მაინც გაუგონიათ. რას ნიშნავს ეს დაავადება არაა? სინამდვილეში მე ამას მივხვდი გვიან. ეს ყოფილა ვიბრაციების დავარდნა. როდესაც ადამიანს უვარდება, ეს მე ნათქვამი მაქვს ერთხელ გონი. როდესაც ადამიანს უვარდება ვიბრაციები, მას შედეგაზე გადადიან ის დაბალვიბრაციული არსებები, რომლებიც ბინადრობენ ასტრალურ სამყაროში, ბინადრობენ წვრილ დონეზე, სულიერ დონეზე, რადგან ადამიანი თუ მაღალ ვიბრაციებშია, მას ისეთი შედეგი არ აქვს. როგორ არ აქვს, მაგალითად, ვინც მაღალი ენერგეტიკული მქონეა, თქვენ რა გონიათ, იმას არ უტევენ, მაგრამ იმათ უტევენ ისეთი ნეგატიური არსებები, რომლებიც უფრო მაღლა მდებარეობენ. თუ მაგალითად ნათელი ძალები არიან დაუშვათ მე-5, მე-6, მე-10, მე-15, მე-20 განზომილებებიდან დონებიდან, ეს ნეგატიური ძლიერი არსებები შეიძლება აღმოჩნდნენ -15, -20, -60, -70, თუ მაგალითად ნათელი სული ჩამოვიდა დაუშვათ, მაგალითი მომყავს მე-40 განზომილებიდან, ანუ დონიდან, მას გამოგზავნიან ისეთ ნეგატიურ არსებას, რომელიც არის -50, -70, -80 დონეზე. მაგალითი მომყავს. როგორ არა, ასე კიდე არის. ხდება ასეთ კიდე. ხო, და რა მინდა თქვა, მე როდესაც ამ ნერვიულობის ნიადაგზე, ამ უიმედობის ნიადაგზე დამევარდა ვიბრაციები, მე წარწერები მქონდა ბაძახზე. შემდეგ თევს ხელს ვერ ვაკარებდი. ცუდად ვიყავი ძალიან. ფაქტიურად გამოვიფიტე. რადგან ისეთ პრობლემები მქონდათ. მე და დედაჩემს ჰქონდა პრობლემები და მე ყველაფერი გულთან მიმქონდა. იმიტომ დამემართა მე შაქრის დიაბეტი. რაღაც იყო იქ რაღაც პრობლემები. ამიტომ დამემართა მე შაქრის დიაბეტი, დამემართა ნერვიულობის ნიადაგზე. და რა მინდა გითხრათ, ამ დროს, როდესაც დავარდება ვიბრაციები, შეიძლება გამყარონ სხეულს, მაგრამ მე ინფექციურ დაავადებას არ გულისხმობ. როდესაც არ არის მაგალითად ინფექციური დაავადება, მაგრამ ადამიან მე მქონდა მაგალითად ფეხებზე ამხელა ისა თითქოს დანამწვარი წითელი ამობუშტულები ფეხზე. ამ დროს, როდესაც ადამიანი აღმოჩნდება ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში, ცდილობენ უკან დახევას, კომფორტში დაბრუნებას და ცდილობენ თავისი გულის ტკივილი, სულის ტკივილი ჩაახჩონ გართობებით, სასმელით, ნარკოტიკით, რაღაც ურთიერთობებით. მაგალითად, ქალების სიყვარულის ძებნაში, კაცები გულაობაში, სამუშაოთი, ნებისმიერი რაღაცით, ოღონდ რომ არ გრძნობდნენ, ეს გრძნობა რომ ჩაახჩონ იმისათვის. მაგრამ ისინი ვინც ასე იქცევიან, თავის სიზმარს იხანძლებენ. და რა ხდება ამ დროს? ადამიანი აღჩობს ერთ ტკივილს, მაგრამ ამ ჩახჩობილი ტკივილის ადგილას ჩდება მეორე ტკივილი. შემდეგ ამ მეორე ტკივილს აღჩობს ადამიანი, გამოჩნდება მესამე ტკივილი. და ეს არის ბორბალი, რომელიც ტრიალებს იქამდე, ეს ბორბალი ტრიალებს იქამდე, სანამ ღჯერ ამის. სანამ შენ ფიქრობ, ასე იქნება მანამდე, სანამ შენ ფიქრობ, რომ ტკივილი არის შენი მტერი. ტკივილი არ არის შენი მტერი. აქ არ იგულისხმება რამე რო ტკივა ფიზიკურად, არა, აქ იგულისხმება სულიერი ტკივილი. და ტკივილი არ არის შენი მტერი. ტკივილი არის ერთადერთი კეთილსინდისებრი მასწავლებელი, რომელსაც არ სჭირდება შენი ფული და შენი ყურადღება ან შენი მადლიერება. ის უბრალოდ აკეთებს თავის საქმეს.
შენი ამოცანა არა არ შედგება იმაში რომ შენ გაიქცე შენ ტკივილს და შენ პრობლემას ან ჩაახჩო მაგალითად იყო მომენტი მაშინ ახალი გამოსული იყო ბილაინის ტელეფონები ეს იყო სადღაც 2010 წელი 2011 წელი და მე იქ იმით ვერ შევდიოდი ყველგან მაგრამ ერთი საიტი მქონდა გადმოკაჩული ვაბი ახლა დაიკეტა ეს საიტი და თელ თავისუფალ ჩემ დროს ცდილობდი შემძრალიყავი ამ საიტზე და თამაში მეთამაშა იქ მქონდა ჩემი სახლი ჩემი ბოსტანი მყავდა ჩემი ცხოველები ჩემი ყველანაირი საშინაო და გარეული ცხოველები თეზაობდი ვიქტორინაში მონაწილეობდი ცხოვრობდი რა ამ საიტით ვახჩობდი ჩემ პრობლემებს ვახჩობდი ჩემ ნეგატიურ აზრებს რომ რაღაცაზე ყურადღება გადამეტანა კი ასეთ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი თან წლების განმავლობაში ამან დაღი დაუსვა ჩემ ჯანმრთელობას მაგრამ ახლა და სულ ცდილობდი გავქცეოდი ყველაფერს პრობლემებს არა და ეს პრობლემა ჩემში ვინით ყოფილა იმისათვის ამ პრობლემებისთვის და ტკივილისთვის თვალებში შემეხედა და როდესაც მე მივიღე ყველაფერი მივიღე გავიასრე და მივიღე შევეგუე ამ ჩემ გულის ტკივილს ამ ჩემ გულის დარდს ამ ჩემ მდგომარეობას მივიღე და ჩემი სული და გული გავიწმინდე ბოღმისაგან მივატოვე სხვების გამტყუნება ცდილობ მივიღო ადამიანები ისე როგორებიც არიან თუ ეს ადამიანები მე არ მიყენებენ არ იჩმაკობენ ჩემთან და ასე შემდეგ მე ადამიანს ღებულობ ისიც როგორიც არის თუ რასაკვირველია მე რამე ზიანს არ მაყენებს თურმე უნდა მიცე საშუალება ტანჯვას თავისი საქმე გააკეთოს მესამე სტადია გამოღვიძებისა პრაქტიკა და ძიება ხო თუ თქვენ ეძებთ ინფორმაციას წიგნებს ვიდეოებს მედიტაციებს რეტრიტებს სასუნთქ ტექნიკას და თუ თქვენო სინჯავთო ყველაფერს უყურებთო ამა თუ იმ ვიდეოს უსმენთო ეს არის სწორი თქვენ თუ ხართო ძიებაში თქვენ სწორ გზას ადგახართო ამიტომ როდესაც მე ვამბობ რომ აი მაგალითად მე ვუსმენ და თუ რეზონანსში შემოვიდა ჩემში მე ჩემი ამ კონდაქტორის ან ეზოთერიკოსის ერთგული და იმასაც ვამბობ ხანდახან რომ მე შეიძლება ვერ დავამტკიცო ვერ უარყო მაგრამ მე ჩემი გულის მეშვეობით ჩემი გულის დახმარებით ჩემი ინსტინქტის დახმარებით და რეზონანსიდან გამომდინარე თუ როგორ მივიღებ ამას მე ამა თუ ინფორმაციას შემდეგ ვამუშავებ ამიტომ თუნდაც ხომ გითხარით თავიდან მე პოდოროვას ვუსმენდი ირინა პოდოროვას აი მაგალითად ვიაჩესლავ კატეროვსაც გადავაწყდი მაგრამ გითხარით რომ ერთ წელზე მეტი მე მაგი ვერ მივიხე ვერ გავუგე ამ ადამიანს ახლა არ უსვენ მაგას იმდენად იმიტომ რომ გითხარით მაგი უკვე ავათა თოლის მოუკვდა ასე ისე და უკვე ისეთ ინფორმაციას ვერ აწვდის სვენელს მაგრამ მას აქვს ძალიან საინტერესო ვიდეოები ვერ და ვერ გადაგითარგმნით მე მათი ვიდეოები შემდეგ მე დავწუნდი იმაში რაღაც არ მომეწონა იმ
ირინა პოზოროვასთან გამოეყო ორი ადამიანი მის ჯგუფს და თითქოს ერთ-იგივე ის მოდის მათთან წყაროდან ინფორმაცია, მაგრამ ორივე ერთ-იგივე ინფორმაციას აცდიან სხვადასხვაგვარად. ბევრი შეუთანხმობა, ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ბევრი რამ რაღაც გულმა ვერ მიიღო და შემდეგ თქვი რომ არა, მე ამ არხს არ მოვუსმენ და გამოვედი იმ არხიდან. იმ არხიდანაც და გამოყოფილი არხიდანაც. არცეც არ უსმენ. და მოდის ინტელექტუალური გაგება რომ განთავისუფლება შეიძლება. სულიერი განვითარების მეოთხე სტადია. ფიასკო. მეოთხე სტადია არის ფიასკო, ანუ წარუმატებლობა. და ეს მეოთხე სტადია არის თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი სტადია. რადგან ამ სტადიაში ხდება ისო, რა დროსაც უпроსურად ამის გარეშე გზის გაგრძელება შეუძლებელია ამ მეოთხე სტადიის გარეშე. წინა ეტაპზე შენ, ანუ მესამე სტადიაში შენ პრაქტიკები ქონდაო, ეძებდიო, ძიებაში იყავიო, სინჯავდიო, აი ნუ ყველაფერს მოსინჯავო, ყველაფერი მოსინჯეო იმ მესამე სტადიაში. მესამე სტადიაში დააგროვიო ცოდნები, გამოცდილებაო, გაგებაო და რაღაც მომენტში შენ ფიქრობ რომ შენ მზად ხარ და კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა და შენ გააგრძელებ გზას. ფიქრობ ასე, მესამე სტადიაზე როდესაც ხარ, განვითარების მესამე სტადიაზე. მაგრამ იმის მიუხედავად რომ შენ ცდილობ, შენ არაფერი გამოგდის. შენ ისევ ცდილობ თავიდან მოსინჯავ სხვა მეთოდს, მოусმენ სხვა მასწავლებელს, მაგრამ არ გამოდის. და ამას ცდილობ რამდენჯერაც შენ ეს გჭირდება. მაგრამ შედეგი ერთია, შენ თვითონ ვერ შეძელი. და აქ დგება მნიშვნელოვანი მომენტი, შენ უნდა აღიარო, რომ შენ წააგე კი არა, ყველაფერი წარუმატებლობა განიცადე. მაგრამ მიიღო ეს როგორც ნამდვილი ამბავი. აღიარო ეს მთელი შენი არსით, რომ მაგალითად მე ვერ შევძელი, მე არ გამომივიდა, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის წარუმატებლობა. თუმცა იგრძნობა თითქოს მასია. აქედან იწყება მომწიფება. ამ მეოთხე სტადიაში სიამაყე იღრინცება, ირყევა და კი სიამაყე რა ცუდი გზავრია ადამიანის ცხოვრებაში. რატომ და სიამაყეა ჩვენ ხელს გვიშლის, სიამაყეა ჩვენ რომ გვეუბნება, მე შევძლებ, მე ამას გავაკეთებ. ოღონდ ამისთვის კარგად უნდა მომემზადო. არა, არ სჭირდება. შენმა ცდებმა მოგიყვანა შენ აქ, კედლისაკენ, მიგაჯაჭვა არა, მიგაყენა კედლისაკენ. სანამ შენ შიგნით არსებობს ისეთი აზრი, რომ შენი ძალებით გამოიხვიძებ, ნუ ახლა ვიცი ეს ქალი საითკენ მიდის, უნდა დაიხმარიო ვინმე, ვეთანხმები ამ ქალს, უნდა დაიხმარიო ვინმე, მაგრამ ვის დაიხმარიებ, ვის მიმართავ? გამოხვიძებაში კი ეხმარებიან, არიან კონტაქტორები, ეზოთერიკოსები, მაგათ კიდევ სხვანაირადაც უწოდებენ. კი, მას მიმართავს ბევრი, მაგრამ მე ვერ მიმართავ, იმიტომ რომ ერთი სეანსი ღირს, კი საქართველოშიც მოიძებნება მასეთები.
ერთი სეანსი ღირს 150 ლარი. და მე იმისთვის რომ ვინმეს გადამუხადო ფული, მე ამის შესაძლებლობა არ მაქვს, რადგან მე ბინის ქირას ვიხდი, კომუნალურებს ვიხდი, ჭამამი და ზოგადი წამლები მჭირდება, ხო? იმის გარდა კიდე რაღაც წვირმანები გჭირდება. კაი, ტასაცმაზე არაფერს ვიტყვი, რაც მაქვს ის მეყოფა. სადავდივარ მე სამსახურში მე არ დავდივარ და ქორწილებში და ტირილში. ჩემი ხერხემლის პრობლემებით. მაგრამ მაინც ახლა გეცვითება, ახლა ჩექმა გამერღვა და 10 ლარი მივეცი ჩექმის შეკერვას. ბოტასები, თვილი ბოტასები, ფსკერი ბოტასები. გაცვეთილია, გამოსაცვლელია, თვილი ჩექმა მაქვს ერთი COVID რეზინაზე ვიტყვასვის ნაჭერი გოღლიანი, იგიც გამოსაცვლელია. ხო და აქეთ სათვალეების გასაკეთებელი მას, მაგრამ ვერ ვაკეთებ ჯერჯერობით. ნუ ჯერ სათვალით კი დავდივარ, ახლა ახლო ხედავ ახლოს და გზას კიდე კაი გზას მაიჩხედავ და მიხვეიტა ის მხედველობა, მაგრამ ექიმა გამოვიწერა მე სათვალე. მაგრამ ეტყობა მეორადი კატარაქტა მემართება, იმიტომ რომ ეს დიაბეტი არა, დიაბეტის ბრალი არა ახლა. და ექიმან გამართხილა, ექიმა კი არ გამართხილა, ინტერნეტშიც კი. ინტერნეტში წავიკითხე, რომ შეიძლება ერთ წელიწადში გაგივითარდეს მეორადი კატარაქტა, რადგან რჩება ბუნებრივი ხრუსტალიკის ბუდე რაშიც იცის და ეს ბუდია რომ მუქდება და აქ არის ყველაფერი არის ზუგდიდში. ხო და ლაზერით ამას მოაცილებენ შემდეგ, როდესაც და გზნობრო ქვეითდება და ექიმს უთხარი, მე ჯერ არ გავაკეთებ მეთქი სათვალეებს. იმიტომ რომ პირველად ხო არ ვიცოდი მე რომ კატარაქტა მქონდა და ექიმა ხოლმე შეამჩნია. ახლა კი გამოცდილება მაქვს ამისი და გძნობ რომ ეს მაღალი შაქრის გამო არ ხდება. არამედ ხდება იმის გამო რომ მემართება მეორად კატარაქტას უფრო გავს. ხო და რატომ დავხარჯო ახლა მე ფული სათვალე გავაკეთო. მე ის სათვალე არ გამომადგეს. არა, ჩარჩვები კი მას ორი ჩარჩო, მაგრამ მინას ხო ფული უნდა, ხელობას ხო ფული უნდა. 150 ლარი მაინც ჭირდება თავის მინებიანად. ხო და ყველა რაზე ვნახო ხარჯი, ხო? ამიტომ სანამ შემიძლია სიარული უსათვალეთ, აი ახლა ექიმი დამეთანხმა. კარგიო მაშინ შემდგომში რომ მოხვალო ისევ ისა შენ ხედულობას გაგისინჯავო. ხო და იქ არის აპარატურა, სპეციალური აპარატურები აქვს, ხელად მიხდებიან თუ რამდენი სიყურები თვალში. ხო და ამიტომ ექიმა გამიგო მე და ამას ვამბობ. გადამავიწყდა იქით რისი რასთან დაკავშირებით მოყვები ამას. რაღაცასთან დაკავშირებით მოყვები ამას. მე კიდე მავიწყდა იქით რაზე ვსაუბრობდი. კარგი, ახლა გავეხსენებ. თუ პირველი 3 სტადია ითხოვდა ძალის ხმევას, ეს მეოთხე სტადია ფიასკო, ანუ წარუმატებლობა მოითხოვს აღიარებას. ხო, რას მოვყევი? რას მოვყევი მე? ხო, შენით გამოღვიძება რთულია. მაგრამ ამასა რომ მოვყევი რომ ფული უნდა ყველაფერს, იმათაც ვერ გაამტყუნებ. ისინი იცით რამდენხელა ენერგიას კარგავენ. თან ბევრ ადამიანს აქვს პატკლუჩკები და ეს ამათი ზოგჯერ ნეგატიური პარაზიტები ხანდახან მაგაზე გადადიან. რაღაც პატკლუჩკას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აღვიძებენ, თვითონ იკიდებენ. მე თვითონ თავისი თავი უნდა წმინდონ. ეს მაგარი შრომატევადი ენერგეტიკული სამუშაოა. მე მათ არ ვამტყუნებ, მაგრამ მე ვერ დავიდებ ახლა პროცედიაბალს იმისთვის, რომ მაგალითად ეს გავაკეთო. ხო, ამასა მე რომ მოვყევე. და ეს მეოთხე სტადია თუ პირველი 3 მოითხოვდაო ძალის ხმევას,
აღიარებას მოითხოვსო, რომ თქვენით ვერ შეძლებთ. მართალია, დახმარება ყველა ვინც გამოიღვიძა გოგოებმა, ყველამ ეს ეტაპი გაიარეს, ფული გადაიხადეს, აგერ ოლგატანი და ყავდა პაციენტი, სულ უცხო ადამიანი და აღმოჩნდა, რომ ის არის მისი მეგობარი იქ არტურზე. ხო და ბიცკი ჭირდება ადამიანს რომ გამოიხვიდოს და ერთი სეანსიც არ ეყოფა, 1, 2, 3, 4 სეანსი საჭიროა მაინც. ამას ვამბობ. მე ვეთანხმები ისე ამ ადამიანს, ვინც კითხულობს ახლა ამ ვიდეოში. ადამიანების უმრავლესობა ამ სტადიას ვერ გადისო. ახლა რამ გამაკვირვა მე, ახლა გამახსენდა რაღაცა. მაპატიეთ მე ხანდახან ასე ვიჩიშები და ამ მომენტში რაღაცა გამახსენდა. ბოდიშ გიხდით. იმიტომ გამიკვირდა, იმიტომ ასეთი გაკურებული თვალებით ვიყურები. მაგრამ მოდით გავაგრძელოთ. ხო და როდესაც ამ ეტაპს ვერ გადიხარ, უბრუნდები ისევ თურმე მესამე სტადიას. და ვეძებთ ახალ გზებს, ახალ სწავლებებს, ახალ მეთოდებს ისევ თავიდან, ახალ იმედებს ვეძებთ, მაგრამ იმათმა, ვინც აღიარა თავისი უძლურობა, მზად არის ბოლო მეხუთე სტადიისთვის. მეხუთე სტადია. ხო, მეხუთე სტადია არისო ოსტატი და ერთგულება. მეხუთე სტადიაში შეხვედრა ოსტატთან იწყებს იმას, რაც ტვინმა არ იცის. ესე იგი, ოსტატი იმისთვის კი არ მოდის, რომ შენ რამე გასწავლოს ან რამე პრაქტიკა მოგცეს. ის მოდის იმისთვის, რომ შენ გაგიმხილოს მეთოდი, თუ როგორ მიაღწიო ღმერთს. და ეს მეთოდი განუყოფელია თვით ოსტატისაგან. ოსტატი არ განირჩევა ღმერთისაგან, მეთოდი არ განირჩევა ოსტატისაგან, მაგრამ ჩვენი სიამაყის და უვიცობის გამო ხალხი უყურებს ოსტატს და ხედავენ ადამიანს, ჩვეულებრივ ადამიანს და აგრძელებენ თავის გზას და ოსტატი რასაც აძლევსო თავის მოწაფეს, ეს არისო ერთგულება. ერთგულება არის უბრალო ხელშეკრულება, ოსტატი ასწავლის მოწაფეს თუ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს და მოწაფე აკეთებს იმას, რასაც ოსტატი ეუბნება. თუნდაც არ უნდოდეს, თუნდაც ეშინოდეს ვარიანტების გარეშე. მეხუთე სტადიიდან უკან არ ბრუნდებიან. თავის ერთგულებაში მოწაფე ხდება უფრო უზრუნველიარე მადლიერების მიმართ, როდესაც ბალახი გახმებაო, ოსტატი აკეთებსო ბოლო ნაბიჯს და არა მოწაფეო. ეს არისო სრული შერწყმა. და მოდით ამით დავამთავროთ ეს ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის.